სესილი დუმბაძე 7 წლის. ვსწავლობ სახელოსნო საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის მეგობრებთან თამაში და ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში 4 წლის რო ვიყავი. მე ვიცი სახლის დახატვა, დინოზავრების დახატვა, კიდე მზის დახატვა, ღრუბლების და ბევრი რამის. ყველაზე რთულია დინოზავრის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია იასამის ფერი. არ მიყვარს ნაცრისფერი, იმიტომ რომ რაღაცა ფერადი არ არის და მე მიყვარს განათებული ფერები. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და მაქვს სახში 25 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს ოთახში გამოვფინო. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ნახატები გავყიდო. თითო ნახატი ეღირებოდა 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ საკანცელარიო ნივთებში, კოშკებში და ტკბილეულებში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის ჩიპსი. საყვარელი საჭმელი არის ბურგერი. დედიკოს გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად მომწონს სუპი. სხვათა შორის მე უკვე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო სალათა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ბურგერის გაკეთება. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ახალ რაღაცებს ვსწავლობ და მიყვარს ჩემი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლევია ბოლქვაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ბარბარე დუმბაძე. ყველაზე ცელკი არის გვანცა ბოლქვაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ბარბარე ხალვაში. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მოწესრიგებული და თავდაჯერებული. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა რომ ვიცოდე ესპანური. საყვარელი მასწავლებელი არის ჟიჟინა ქოქოლაძე. იმიტომ რომ ლამაზია, მეგობრული და გვეხუტება. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი რაპუნცელი, იმიტომ რომ დიდი თმები მაქვს. ახლა მინდა რომ ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ ვიყო უფრო ლამაზი და ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 და კატა, ძაღლი. კიდევ მინდა რომ მყავდეს ერთი ძმა. მე მყავს კარგი დები, ორივე სწავლობენ თბილისში და სტუდენტები არიან. სხვათა შორის ჩემი დების დამსახურებაა რომ დღეს გადაღებაზე მოვედი. თავიდანვე რულობდი და არ მინდოდა წამოსვლა. ახლა მომწონს და შევიცვალე აზრი. მამიკო არის მხიარული, სიმპატიური და უშიშარი. მე ვარ მისი პრინცესა და მისვლებს ყველაფერს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ჭკვიანი და მეგობრული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჭკვიანი რმოლი. კითხვა შემოყვარა ჩემო უფროსმა დამ. კარგი წიგნები შემირჩა და შემაგულიანა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო მათ თქმა უნდა მიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი მორთვინია სტიჩი და მოლი. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, წავიდოდი დისნეილენდში. დიდი ალბათობით წავიყვანდი ორივე დასს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. სესილი რომ არ მერქვას რა მერქმევოდა. მე სესილი დამარქვა ჩემმა უფროსმა დამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას მერქმევოდა ვიქტორია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია ჰოვერბორდი. სხვათა შორის საჩუქრები ძალიან მიყვარს. ამიტომაც მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ფენსილი. წელს მინდა რომ მაჩუქოს ველოსიპედი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 99 წლის. მისი ნამდვილი სახელია ზაზა. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. ბედნიერება არის მოგზაურობა, ჩემი ოჯახი და საჩუქრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.